შეგებავის პარადოქსი. აღნიშნული პარადოქსის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფიგურა, რომლის ზედაპირის ფართობი უსასრულოა, შესაძლებელია შეიღებოს სასრული რაოდენობის საღებავით. განვიხილოთ უსასრულო ფირფიტა, რომელიც შედგება მართკუთხედებისგან. პირველი მართკუთხედის სიგანეც და სიმაღლეც 1 მეტრია. მეორე მართკუთხედის სიგანეა 1/2 მეტრი, ხოლო სიმაღლე 2 მეტრი. მესამე მართკუთხედის სიგანეა 1/4 მეტრი, ხოლო სიმაღლე 4 მეტრი და ასე შემდეგ. ყოველი მომდევნო მართკუთხედის სიგანე ორჯერ ნაკლებია, ვიდრე წინა მართკუთხედის სიგანე, ხოლო სიმაღლე კი ორჯერ მეტია, ვიდრე წინა მართკუთხედის სიმაღლე. ეს მართკუთხედები განვალაგოთ ისე, როგორც მარცხენა სურათზეა ნაჩვენები. ყველა მართკუთხედის მარცხენა გვერდი ერთ წვერზე მდებარეობს და განვიხილოთ სხეული, რომელიც მიიღება ამ უსასრულო ფირფიტის ბრუნვით აღნიშნული წრფის გარშემო. ეს სხეული წარმოადგენს ცილინდრების ერთობლიობას. თითოეული ცილინდრის გვერდითი ზედაპირის ფართობი არის 2π მეტრ². ამიტომ ბრუნვით მიღებული სხეულის ზედაპირის ფართობი არის უსასრულო. გამოვითვალოთ ბრუნვით მიღებული სხეულის მოცულობა. როგორც ვიცით, ცილინდრის მოცულობა გამოითვლება ფორმულით V უდრის π r²h. პირველი ცილინდრისათვის გვექნება მისი მოცულობა ტოლია π გამრავლებული 1-ზე კვადრატში გამრავლებული 1-ზე და ეს არის π. მეორე ცილინდრის მოცულობა V2 უდრის π გამრავლებული 1/2-ის კვადრატზე და გამრავლებული 2-ზე, ეს უდრის π მეორეც. მესამე ცილინდრის მოცულობა ეს არის π გამრავლებული 1/4-ის კვადრატზე და გამრავლებული 4-ზე, ეს უდრის π მეოთხედს და უდრის π შებარდებული 2-ის კვადრატთან და ასე შემდეგ. ბრუნვით მიღებული სხეულის მოცულობისთვის გვექნება V უდრის π გამრავლებული 1 პლუს 1/2 პლუს 1 შებარდებული 2-ის კვადრატთან პლუს 1 შებარდებული 2-ის კუბთან პლუს და ასე შემდეგ. ფრჩხილებში მოთავსებული გამოსახულება ეს არის უსასრულო კლებადი გეომეტრიული პროგრესიის ჯამი. ამიტომ მისი ჯამის გამოთვლის შემდეგ მივიღებთ, რომ ბრუნვით მიღებული სხეულის მოცულობაა 2π. თუ ჩვენ ბრუნვით მიღებულ სხეულში ჩავასხამთ 2π მეტր-კუბ საღებავს, მაშინ სხეული აივსება საღებავით და შესაბამისად კედლებიც დაიფარება საღებავის ფენით. ანუ ჩვენ შევძელით სასრული რაოდენობის საღებავით უსასრულო ზედაპირის შეღება. ეს მართლაცაა შესაძლებელი, ოღონდ იმ პირობით, რომ საღებავის ფენის სიზმრე შეიძლება იყოს რაგიმ მცირე.